ჩვენ 35 წლის მანძილზე რაც დამოუკიდება სახელმწიფოს ვაშენებთ, 5 ჯერ შევცვალეთ ცენტრალურ ხელისუფლებაში მმართველობის სისტემა, ძალაუფლების გადანაწილების წესი, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სამართლო ხელისუფლებას შორის. სულ ყოველთვის ამას ვთვლით იმ მოტივით, რომ უფრო მეტ დემოკრატია უნდა მიგვეღო, მაგრამ შედეგად ვიყვებით იმას, რომ ყველა მმართველი გვეკრძალდელად. პირველი და უმთავრესი ვთანხმდებით, რომ ეს არის მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია, რაც აუცილებელია და პოლიტიკური ნება ამისთვის საჭირო, რომ ეს განხორციელდეს. თითოეულ სოფელში და ქალაქში რაც არის გასაკეთებელი. გარე განათება, გზა, წყალი, ყველაფერი ამაზე ცენტრალურ ხელისუფლებამ უნდა მოგწეს ფული. იქნება სისტემა, როდესაც ძალაუფლება მთელი ყველაფერი არის თავმოყრილი ერთი კაცის და ვიწრო ჯგუფის ხელში, ვისაც რისი გაკეთება მოუნდება, დამოკიდებული არის ამ ვიწრო ჯგუფის და მმართველი პარტიის ნებაზე, ანუ შენ იძულებული ხარ ლოიალური იყო მის მიმართ და თუ ლოიალური არ ხარ, შენ ხარ მუდმივი შიშის ქვეშ იმისა, რომ შენ ამის გამო დაიჟებ. ამ ქვეყანაშიც და მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა ძალიან მარტივი. რომ ყველა ბერკეტის ერთ ხელში მოთავსები ძალაუფლების შენარჩუნება არ ხდება. ჩვენ უნდა გადმოვერწყოთ იმაზე ფიქრიდან ერთი ბელადი როგორ შევცვალოთ მეორეთი, იმაზე ფიქრით როგორ შევქმნათ სისტემა, რომელიც ბელადებს არ წარმოშობს და ეფექტური მართვა იქნება ქვეყანაში, სადაც მოქალაქეს ექნება საშუალება თავად დაგეგმოს თავისი უშუალო საცხოვრებელი გარემოს მოწყობა. მოგესალმებით, დღეს ვაგრძელებთ თუ ვასრულებთ უბრალოდ ჩვენი პოდკასტების სერიას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე და გარკვეულწილად შეჯამება გვექნება მთელი აი ამ პერიოდში გამოთქმული მოსაზრებების, იმ პრობლემების, რომელზეც ჩვენი სტუმრები საუბრობდნენ და ამას შევაჯამებთ მე და ირაკლი მელაშვილი, რომლებსაც მიყვავდა მთელი ეს პერიოდი, სხვადასხვა ეპიზოდი ჩვენი პოდკასტის. ირაკლი, 20 სხვადასხვა თემა, 20 სხვადასხვა პრობლემური საკითხი და საკითხების წყება, რაზეც ჩვენ რეალურად ვილაპარაკეთ აი ამ სხვადასხვა სერიაში. მე ვფიქრობ, რომ აი ესე ერთად შეჯამებული, ერთად გააზრებული ძალიან სერიოზულ შარში ვართ. და მართლა გულწრფელად უფრო მეტად გამიჩნდა შიში ერთი მხრივ, რა ეშველება ამ ქვეყანას აი ამდენი პრობლემის გადამკიდეს და როგორ უნდა გამოვასწოროთ მთელი ეს პრობლემათა წყება, იმიტომ რომ ჩვენ თანხმდებით მე და შენც და ეს ჩვენი სტუმრებიც გვეთანხმებოდნენ, რომ თუ ადგილობრივ თვითმმართველობაზე ამ საკითხებს არ მიეხედა და თუ ეს პრობლემები არ გასწორდა, სისტემური პრობლემები, რაც მთავარია, ეს ყველა რაზე ჩვენ ლაპარაკობდით, რეალურად სისტემური პრობლემა იყო. ქვეყნის განვითარება ვერ იქნება ნორმალური, ვერ განვითარდება ქვეყანა. ვერ მოხდება მის დემოკრატიზაცია, ვერ დავეხსნებით აი ამ მუდმივ ავტორიტარიზმისკენ მიმართული სისტემების და ხელისუფლებების პრობლემას. მე მგონი სწორი შთაბეჭდილება მაქვს, ხო? მოგესალმებით. მეც რა თქმა უნდა, ამ პოდკასტში ჩვენ კი მუშაობთ, აი წლებია და 10 წლეულებია შენ მით უფრო მუშაობთ ამ თვითმმართველობის საკითხებზე, მაგრამ ასე თემატურად, ასე სფეროების მიხედვით ნაკლებად ყველაფერს არ მოვიცავდით ჩვენ აქამდე, ხო? მაგრამ აი უცებ იქ მაგალითად სივრცითი მოწყობა შემოდის თუ ეკონომიკური საკითხები, თუ ფისკალური დეცენტრალიზაციის, თუ სერვისების მიწოდების, თუ სოციალური ნაწილი, კულტურის სფერო, ახალგაზრდების სფერო, ეს ერთად აღებული, რამდენად მძიმე დღეში ვართ, კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა ახლა. რა თქმა უნდა, თვითმმართველობა ზოგადად ეხება ჩვენ ცხოვრების ყველა სფეროს. დავიწყოთ თავარი პრობლემიდან, რომელშიც დღესაც ვიმყოფებით და ამ პრობლემაში ვიმყოფებით 35 წელია, ხო? დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა. სადაც მოქალაქის აზრი არის უმთავრესი და მოქალაქე გადაწყვეტილებაში ჩართული უნდა იყოს.
ერთ-ერთ პოდკასტში ვისაუბრეთ ჩვენ ალექს ფრანგანმა ნათებაზე ალექს დე ტოკილზე, რომელმაც ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ დაწერა, რომ ხალხმა შეიძლება ერჩიოს პარლამენტი და მთავრობა, პრეზიდენტით, მაგრამ თვითმმართველობის გარეშე ის ვერასდროს ვერ შეიგრძნობს თავისუფლების სულს. ჩვენ 35 წლის მანძილზე რაც დამოუკიდება სახელმწიფოს ვაშენებთ, 5 ჯერ შევცვალეთ ცენტრალურ ხელისუფლებაში მმართველობის სისტემა, ძალაუფლების გადანაწილების წესი, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სამართლო ხელისუფლებას შორის. სულ ყოველთვის ამას ვთვლით იმ მოტივით, რომ უფრო მეტი დემოკრატია უნდა მიგვეღო, მაგრამ შედეგად ვიხედავთ იმას, რომ ყველა მმართველი გვეგრძადებათ. ამისი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არასწორად ვახდენდით პრობლემის იდენტიფიცირებას. პრობლემა იმაშია, რომ შენ როგორც არ უნდა გადაანაწილო ცენტრალურ დონეზე ძალაუფლება, თუ მთელი ფინანსები რაც სახელმწიფოში არის, მთელი უფლებამოსილებები არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, ყველა სოციალური ფენა, ხო, სოციალურად გაჭირვებული, მასწავლებელი, ბიზნესმენი, ფერმერი, ყველა პროგრამას, ყველა დახმარებას იღებს ცენტრალური ხელისუფლებიდან. თუ სოფელში და ქალაქში რაც არის გასაკეთებელი. გარეგანათება, გზა, წყალი, ყველაფერი ამაზე ცენტრალურ ხელისუფლებამ უნდა მოგწეს ფული. იქნება სისტემა, როდესაც ძალაუფლება მთელი ყველაფერი არის თავმოყრილი ერთი კაცის და ვიწრო ჯგუფის ხელში, ვისაც რისი გაკეთება მოუნდება, დამოკიდებული არის ამ ვიწრო ჯგუფის და პარტია დავარქვათ, ხო, ამას მმართველი პარტიის ნებაზე, ანუ შენ იძულებული ხარ ლოიალური იყო მის მიმართ და თუ ლოიალური არ ხარ, შენ ხარ მუდმივი შიშის ქვეშ იმისა, რომ შენ ამის გამო დაიჟებ. ჩვენ გვაქვს მაგალითები ამისი, როდესაც მაგალითად ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში წალენჯიხაში აირჩა ოპოზიციური მერი, პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ კაცო, არაფერს არ მოხდა. მე მას ფულს არ მივცემ და მორჩა. ეს არის ამ სისტემის ნაკლი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც არ უნდა გადავანაწილოთ ჩვენ ძალაუფლება იქ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, ჩვენ ეს ნაკლი მუდმივად დაგვჭირდება. და ევროპული განვითარება არის ამისი დასტური. ჩვენ პოდკასტებში ვნახეთ იმ მაგალითებზე, რომელიც არის, რომ მთავარი გასაღები ამ პრობლემის მოგვარებისა ევროპამ საუკუნე ნახევრის წინ მოიგონა, როდესაც დაიწყო ძალაუფლების დაყოფა არა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ ეს ძალაუფლება, ფინანსები, ქონება გადაანაწილა ხელისუფლების დონეებს შორის და არც ერთ დონეს არ აქვს იმდენი ფინანსი და იმდენი ძალაუფლება, რომ ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა. კი. პირველი და უმთავრესი ვთანხმდებით, რომ ეს არის მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია, რაც აუცილებელია და პოლიტიკური ნება ამისთვის საჭირო, რომ ეს განხორციელდეს. სხვა ამას რეალურად ხელს არაფერი არ უშლის. თუ იქნება პოლიტიკური ნება, მმართველობითი სისტემა მოწესრიგდება და ის არ იქნება ასე თავკომბალასავით და გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებები დამოკიდებული აღარ იქნებიან ცენტრალურ ხელისუფლებას და მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება შეეძლებათ, მოსახლეობაც უფრო მეტად ხეირებს, იმიტომ რომ ახლა თბილისში მყოფი ადამიანი ისე კიდევ ვერ გზნობს, იმიტომ რომ თბილისს კიდევ როგორც დედაქალაქს სხვა უფლებამოსილებები აქვს, რაც სხვა მუნიციპალიტეტებს არ აქვს, ხო? იგივე როცა ვთქვათ ნებართვების აღებაზე და რაღაცებს ვლაპარაკობთ, მათ რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით უწევთ ცენტრში სირბილი იმისთვის, რომ საკითხები გადაწყვიტონ. ან ცენტრალური ხელისუფლების რეგიონულ სტრუქტურებთან უწევთ სირბილი იმისთვის, რომ რაღაც პრობლემები მოგვარონ. ანუ ერთი მხრივ ადგილობრივი ხელისუფლება ძლიერდება და მეორე მხრივ სერვისების თვალსაზრისით მოქალაქე უფრო მარტივად აგვარებს საკუთარ საჭიროებებს. ორ მხრივ სიკეთი აქვს ამას. როგორ მოქმედებს ეს სისტემა, მოუწყობელი სისტემა, არა მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილზე, რამდენად დემოკრატია გვაქვს, არამედ განვითარების ნაწილზე. ჩვენ მილიარდებს ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაში. მაგრამ ეკონომიკურად რამდენად ეფექტიანია ეს. აი ამ პოდკასტებმა, როდესაც იგივე გოგოციძეს ვესაუბრებოით, რომელიც სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტია, თენგი შერგელაშვილს, რომელიც ამ ეკონომიკური მოწყობის სპეციალისტია. როგორ ხდება ევროპულ ქვეყნებში? კეთდება სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი.
რომელიც მთელი სახელმწიფოს მასშტაბით გიჩვენებს, რომელ რეგიონში რა უნდა განვითარდეს იმ ბუნებრივი თუ სხვადასხვა პირობებიდან გამომდინარე. თუ სიკვდილით დარღვევების დოკუმენტს აკეთებ და ის გიჩვენებს, რომ მაგალითად საზღვაო პორტების თვალსაზრისით შენთვის ყველაზე უკეთესი არის ანაკლის აშენება, მე ეკონომიკური განვითარების დოკუმენტი კეთდება, სადაც მიუთითებს, რომ ანაკლია უნდა განვითარდეს. მე სხვა დარგები უკვე ინფრასტრუქტურა მიცის, რომ სიკვდილით დარღვევის დოკუმენტი საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს რეგიონი ასე ვითარდება, მე უკვე ვიცი, რომ ის გზა, რომელიც იქ მიდის ორხაზიანი გზა, იქ თუ პორტი აშენდება და დიდმა ტრაილერებმა უნდა დაიწყონ სიარული და კონტეინერების მე ორხაზიანი გზით ვერ გავატარებ იმას, ანუ გზა გასაკეთებელი. ის, ვინც ენერგეტიკაზე არის პასუხისმგებელი, იმ სიკვდილით დაგეგმარების დოკუმენტში რომ ჩაიხედავს და ინახავს, რომ აქ ეს განვითარება უნდა მოხდეს, მე იქ მაღალი ძაბვა გამოსაყვანი ტრანსფორმატორები მაგას, ანუ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა უნდა მოაწეს, ასე არის ყველა სფერო. ხო, ჩვენ ახლა გზებს ვაშენებთ, მაგრამ რა გავლენა აქვს ამ გზების ეკონომიკურ განვითარებაზე? ამის შესწავლის თავი არ აგვაქვს, იმიტომ რომ ეს გზები შენდება უბრალოდ იმისთვის, რომ დასახლებამდე მივიდეს, მაგრამ ის რომ უნდა არსებობდეს ეკონომიკური განვითარების ზონები, სადრა ვითარდება და შესაბამისად ინფრასტრუქტურა უკვე ამის მიხედვით უნდა კეთდებოდეს, ეს უკვე არის ის დონე, როდესაც შენ ინფრასტრუქტურის პროექტებს აკეთებს ეკონომიკური განვითარებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ შენ გზა სადმე მიიყვანო, რომელიმე დასახლებამ. გზის მშენებლობა კი არა ისეთი ელემენტარული საჭიროებების მოგვარებაც, ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაც კი, როგორც მაგალითად ფასადის შეკეთება იქნებოდა რომელიმე ქალაქის ცენტრალურ უბანში თუ სკვერის მოწყობა, ამასაც კი გახსოვს წინა პრემიერმა ახალი პროგრამა შექმნა და განვითარებული რეგიონები და ეს განავითარებს ახლა ტურიზმს და მოიზიდავს უამრავ რაღაცა ახალ ტურისტს და ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება მოხდება და რა გავაკეთეთ, მაგალითად მახსენდება სულ გორში, როგორც ხდებოდა სტანდარტულად, კაცო წინიდან შეღებეს გორის ცენტრში რაღაცა შენობები და მის უკან ახდებოდა არავის არ აინტერესებდა. დაუსრულებელი შენობა იყო ერთი, რომელიც წინიდან იყო გალამაზებული და უკიდან არ ხდებოდა. ყველა პროექტი და პროგრამა ისევ ცენტრში იგეგმება, იმიტომ რომ იქ რომ დაგეგმონ ფული არც აქვთ რომ რამე გააკეთოს. აი ნახეთ, თითოეულ მუნიციპალიტეტს მაგალითად აქვს თავისი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები. ყველა მუნიციპალიტეტს უწევია თითქმის ტურიზმი. ხო? ჩვენ აი პოდკასტში ერთ-ერთ პოდკასტში თენგი შერგელაშვილთან მქონდა საუბარი. ყველა მუნიციპალიტეტმა ჩაწერა ტურიზმი განვითარების, მაგრამ შენ რო ჩახედავ თვითმმართველობის კოდექსში, ტურიზმი არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის განვითარება, არ მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. ამისათვის არსებობს ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური ტურიზმის განვითარების აგენტო, ის გეგმავს, ის ქმნის პოლიტიკურ დოკუმენტებს, ის წვეთს, ანუ ყველამ ჩაუწერა მუნიციპალიტეტს ტურიზმი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი განვითარების, ოღონდ მუნიციპალიტეტს ამაში ფულის დახარჯვის უფლებაც კი არ აქვს. იმიტომ რომ ეს არ არის მისი უფლებამოსილება, ფული რო დახარჯო, შევა კონტროლის პალატა, აუდიტის სამსახური და შეიძლება მას არა სათანადო ხარჯად ჩაუწყოს. თუმცა მოდი აქ მეორე საკითხი შევამოწმოთ. ამიტომ ნახეთ, ეს თემა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკის დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც ვითარდება ეკონომიკა, ადგილობრივი ეკონომიკები ევროპის ქვეყნებში. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ სწორად დავინახოთ, რისი განვითარება შეგვიძლია რეგიონებში. ამის განვითარება თუ შეგვიძლია, ის უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს, რომ განვითარება უზრუნველყოს. უფლებამოსილება ნიშნავს იმას, რომ მას უნდა ქონდეს პოლიტიკის დოკუმენტის შედგენის უფლება, რომ ჩარჩო შექმნას აი ამ დარგის განვითარების თავის ტერიტორიაზე, მას უნდა ქონდეს ხონების გამოყენების უფლება, რაც ამ უფლებამოსილებების განხორციელებას სჭირდება და მას უნდა ქონდეს ფინანსების დახარჯვის უფლება ამ სფეროში, თორე შენ რო ჩამიწერო ტურიზმს მე ვანვითარებ და
არც ქონება არის ჩემი სადაც შეიძლება მე ეს ტურიზმი განვავითარო და ისიც ცენტრალური ხელისუფლების არის და მე ვერ შევალ და ვერ გავაკეთებ ვერაფერს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვერ შეხვალ იქიდან შემოსავალიც არ შემოდის. გახსოვს, როცა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობდა სახელმწიფო და ჩვენც ჩართული ვიყავით, ვინც თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდით, მაშინ იდგა დაცული ტერიტორიების საკითხი, საიდანაც რეალურად ადგილობრივ თვითმმართველობას არაფერი არ რჩებოდა. და დღემდე ეს სისტემა არსებობს დაცული ტერიტორიები მუნიციპალიტეტებში. სადაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლება შესვლის უფლება არ აქვს. შესვლის უფლება არ აქვს, არაფერი მას არ რჩება, მაგრამ კიდევ უფრო უარესი გვჭირს, გაცოთ, წინ თუ რაღაცა მუნიციპალური ტერიტორია, მუნიციპალიტეტი ვალდებულია ფული დახარჯოს და ის მოაწესრიგოს ის ინფრასტრუქტურა. მოაწყოს თუნდაც იქ რაღაცა პარკირების ადგილები, გზა მიიყვანოს და ასე შემდეგ. ანუ რაც მუნიციპალური ტერიტორია, კი, ეს არის მხოლოდ ხარჯი და მისგან არაფერი აი ამ ხელა უზარმაზარი დაცული ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტს რეალურად არაფერი არ რჩება და ეს გვაქვს ძალიან ბევრ სფეროში. არა მარტო მაგ სფეროში, ხო, მუნიციპალიტეტებს თელ სოფლიოში მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის ბუნების გადასახადი, ბუნებრივი რესურსების გადასახადი. ჩვენთან წყალი იქნება, ტყე იქნება, ყველაფერი, რასაც იყენებენ ცენტრალური ხელისუფლება, მუნიციპალიტეტს იქიდან არაფერი არ რჩება. მუნიციპალიტეტს იმის უფლებაც კი არა აქვს, რომ ხრეში ამოიღოს თავისი კარიერი გააკეთოს, ხრეში ამოიღოს და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას მოახმაროს. სულ მახსენდება ხო კვაშხეთში, ონის მუნიციპალიტეტში გზას რო აკეთებდნენ, იმის გამო რომ აი ესეთი სულელური სისტემა იყო ხრეში, რომელიც მიაქვს რაჭა ხრეშს, ყველა მდინარეს, ხრეშიდან მოდიოდა ვანიდან, ხო? ანუ რამდენად გაიზარდა ხარჯები, ხო? რა თქმა უნდა, მე მახსენდება სოფელ ზინობიანს გზის პრობლემა რო ქონდა და მოხრეშვას ითხოვდა ასფალტს ან ბეტონს კი არა, მომიხრეშეთ მაინცო, იმ მომენტში როცა ეს ხალხი ამას ითხოვდა, დურუჯი იწმინდებოდა, იქიდან ამოიღეს ეს ხრეში, ეყარა ასე დიდ მთებად და ასე ამ საკითხზე მუშაობისას რეკავდი ყველა უწყებაში რომ გამერკვია ვისი იყო ეს ხრეში და ყველა იშვერდა ერთმანეთისგან. ხერს ჩემი არ არის ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი რა თქმა უნდა. და მე აქ რაღაცა ვინ, სად, როგორ, რანაირად გადაწყვიტა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნუ კაი ჯანდაბას ეს ხრეშია, მაინც არ გვჭირდება და წავიღოთ და ზინობიანის გზის ნაწილი ასე მოიხრეშა. ეს იყო აი ისეთ შოკი იყო, რომ ხრეშს პატრონი არ გამოუჩნდა, თვეები დავრბოდი და მეკითხებოდ, რომ ხალხო ვისია ეს ხრეში. ეხლა კარგი პრაქტიკის მაგალითებიც ჩვენ გვაქვს, ხო? ეს არის სანამ ამ კარგი პრაქტიკები ბოლოში განვიხილოთ, კიდევ იმ პრობლემებს მივყვეთ, რაც გამოაჩინა ამ პოდკასტებმა, ხო? ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ეს არის ქაოტური მშენებლობები ქალაქებში. ისევ უბრუნდებით ნორმალურად ჩვენ აი ხა ნებისმიერ ჩვენ გარიყოფილა ოთხოეთის კონკრეტში დედაქალაქებში ყველგან უნახავს მრავალსართულიანი სახლები, ოღონდ როგორ კეთდება ეს? კეთდება ქალაქ დაგეგმარების დოკუმენტი, სივრცით დაგეგმარების დოკუმენტი გამოიყოფა ზონები, სადაც შეიძლება მშენებლობა მოხდეს და შემდეგ უკვე ბიზნესი შემოდის, ბიზნესმენს იცის ყველაფერი, სად არის, როგორ ამ დოკუმენტს ნახულობ და იქიდან გამომდინარე ხდება ეს. თბილისში შევხედოთ როგორი მდგომარეობა არის. თბილისი და ბათუმი განსაკუთრებით მძიმე არის. გადავხედავთ თბილისს და ასე ამოშვერილი სახლები დგას, არც ერთი ქალაქი არ მინახავს მე სოფლიოში, რომელიც ასე ვითარდებოდეს. რომ ასე როგორც თავის დროზე შეიქმნა პრინციპი, რომ ბიზნესმენი გადაწყვეტს, რომ ააშენოს, დეველოპერი გადაწყვეტს, ააშენოს შენობა, მერე მოუნდება, რომ რაც შეიძლება მეტი მოიგოს და რაც შეიძლება მეტი ააშენოს, მიდის მერიაში, იხდის ფულს, ყიდულობს კოეფიციენტს. კოეფიციენტების ყიდვა გაუწევს. ასე დავიწყეთ, მაგრამ ახლა კოეფიციენტების ყიდვის გარეშე თავიდანვე მერია იძლევა ამის უფლებას, იმიტომ რომ რატომ არა გვაქვს სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტი ქალაქების თბილისსა, ბათუმს ეხება ყველაზე. ბათუმის და თბილისიც იქცა ჯუნგლებად, ხო, ბეტონის ჯუნგლებად. და მოსახლეობა ამას იძახის მუდმივად, ხო? თბილისში გვაქვს უკვე ეს დოკუმენტი, თუმცა ამ დოკუმენტის შესაბამისად რამდენად ვითარდება? ეგ ერთი და შეიქმნა ძალიან გვიან და მეორეც ერთი ეს დოკუმენტი არ არის სრულყოფილი, იმიტომ რომ მას დაგეგმვის დოკუმენტი მოყოლებული მთელი ეს სისტემა მე უკვე ქალაქ დაგეგმარების დოკუმენტებში ეს ყველაფერი სისტემაში არ არის მოგზაული, რას იძლევა ეს?
რომ ქალაქის განვითარება მეორე პლანზე არის გადასული და პირველ წინა პლანზე არის გამოსული ვიღაცის ბიზნეს ინტერესი. ამიტომ ასეთ ვითარებაში შესაძლებელია ის, რაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ 20 სართულიან შენობას გვერდზე 50 სართულიანი აუშენონ, დაჭtildeონ, ხედი გაუფუჭონ, მისი ქონების ფასი დააგდონ ამითი მოქალაქეს და ჰაერი ჩაუკეტონ და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა აქაც სისტემურია, იმიტომ რომ თვითმმართველობებს არ აქვს ეს შესაძლებლობა რომ გააკეთონ ეს დოკუმენტები, ბათუმი ხო ბულვარში დაიწყეს უზარმაზარი შენობების ჩადგმა. არც ერთი ქალაქის ხელმძღვანელი ამას არ დაუშვებდა, მაგრამ ის დოკუმენტები უცხოეთში აი ამ ქალაქ დაგეგმარების დოკუმენტები რო ექნება თვითმმართველობებში, ეს კანონის ძალის მქონე დოკუმენტია. მე რაღაცის აშენება მომინდა ამ დოკუმენტს ვერ გადავწდები. და გავრიგდი მერთან და ისე მოვიპოვე უფლება. მერმა მომცა უფლება, ჩვენ რატო არ ვაკეთებთ ამ დოკუმენტებს, ხო? შენ როგორც კი ეს დოკუმენტები გაკეთებული გაქვს, ის ზღუდავს ბიუროკრატიის უფლებას ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. მე იქნება ეს საკრებული გარანტია, ვინც იძლევა ამ უფლებას. ის შეზღუდული არის ამ უფლებებში იმ პოლიტიკის დოკუმენტებში. ჩვენ არ გავაკეთებთ ეს დოკუმენტები, დაუტოვეთ მერებს ეს უფლება და შესაბამისად ეს გახდა კორუფციული გარიგებების 1000 უბედურების წყარო, რადგან მილიონი საუბარი არის, მაგრამ თავიდანავე პრობლემის არის ის, რომ არ არსებობს თვითმმართველობა, რომელსაც ეს დოკუმენტები გააჩნია. ბათუმში გაკეთდა და კარგადაც იმუშავა თითქოს იმ ჯგუფმა, ვინც ამას აკეთებდა, თუმცა ახლა რასაც ვუყურებ, რაც იქ წერია, იმის პრაქტიკაში გახორციელება არ ხდება. ეგა ამან მთავარი პრობლემა უკვე, იმიტომ რომ რაღაცა უბნებზე რომ წერია, რომ იქ მაღალსართულიანი კორპუსების აშენება არ შეიძლება, განაშენიანება სხვაგვარია და ამაში ჩარევა ხელოვნურად არ შეიძლება მოხდეს. ამ მიუხედავად ამ ჩანაწერისა რეალობა გვაქვს აბსოლუტურად აცდენილი, კი? ინერცია გვაქვს აწლეულობის განმავლობაში ჩვენ კორუფციული გარიგებებით სამწუხაროდ მართლაც ინერცია გვაქვს ესეთი რომ აწლეულები განვითარება ხდებოდა. ესე ბიზნესმენი მოდის და კაცო 2 წელს წინ თუ შეიძლება და ეხლა რატო არ შეიძლება ამისი გაკეთება. ანუ ჩვენ ვერ შევქმნით ეს კულტურა მმართველმა ძალებმა არადროს არ შექმნეს ეს ნორმატიული ბაზა იმისათვის რომ ერთი ეს ხელისმოწყობის საშუალებას იძლევა და მეორე იყო ეს კაცო თქვენ რა გინდათ ხლა მშენებლობები გავაჩეროთ, ბიზნესი გავაჩეროთ, ხალხი არ დავასაქმოთ, ეკონომიკა გავაჩეროთ. სინამდვილეში სოფლიო გამოცდილება გეჩვენებს სამყარო ქვეყნების რომ ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან აბსოლუტურად თავსებადი არის. წესებზე დამყარებული დეველოპმენტი და განვითარება ეს ეკონომიკის განვითარებას ხელს კი არ უშლის. ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს, იმიტომ რომ ის რო აშენდება და სწორად გაკეთება, მისი ფასი ბევრად მეტი იქნება, იმიტომ რომ ამ დაცული პრინციპებით აშენებული შენობები და აშენებული უბნები ბევრად უფრო მიმზიდველი არის ინვესტორისთვის და მყიდველისთვისაც, ვიდრე ის ქაოსი, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენ ქალაქებში დღეს საქართველოში. ირაკლი, იცი რა ზე მინდა ვილაპარაკოთ, ჩვენ ბევრ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვილაპარაკეთ, თუმცა ორი საკითხია, როცა უფლებამოსილებებზე ვლაპარაკობთ. ორი საკითხია, რაზეც არ გვილაპარაკია და რაც კოდექსით დადგენილია. აი, როცა ვამბობთ, რომ ტურიზმი არ არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ პარალელურად შენ გაქვს მაგალითად ნებაყოფლობითი უფლებამოსილება. და მოდი იქიდან გააკეთოს. ანუ აი სწორედ ამიტომ დავშვი ეს საკითხი, ხო? ჯერ ვთქვათ რა არის ეს ნებაყოფლობითი უფლებამოსილება, იმიტომ რომ ხალხმა ნებაყოფლობითი უფლებამოსილება შეიქმნა რატომ, ხო? სოფლიოში მიფრთან ერთ რაღაცას. თუ კი არსებობს რაიმეს გაკეთების საშუალება, რომელიც საჭირო არის საზოგადოებისათვის, მაგრამ კანონებში არ არის გაწერილი არც ერთი ორგანოს ვალდებულება და მაშინ ერთადერთი ორგანო არის მუნიციპალიტეტი, იმიტომ რომ ის ყველაზე ახლოს არის ხალხთან, ყველაზე უკეთესად იცის ხალხის აზრი, ყველაზე უკეთ იცის ადგილობრივი პრობლემა, მუნიციპალიტეტს ეძლევა ამის საშუალება.
მუნიციპალიტეტს აქვს ამისი უფლება, ეს კიდევ დამატებითი საშუალება არის იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტს, რომელსაც წესი დიდიაში ფულიც უნდა ქონდეს, ქონებაც უნდა ქონდეს, მან რაღაცეები მოიფიქროს განვითარებისათვის, მას ხელი არ შეეშალოს განვითარებაში და თუ კი რამის გაკეთება შეუძლია და ეს არ არის აუცილებლად წყლის უფლება, ყველაფერი გააკეთოს საკუთარი განვითარებისათვის. ტურიზმი ამაში ვერ ხვდება, იმიტომ რომ ტურიზმში გვაქვს ტურიზმის ადმინისტრაცია პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროს განკარგვაში არის მთელი ქონება, რომელიც ტურიზმის განვითარებისათვის ჭირდება მუნიციპალიტეტი, ისიც ცენტრალიზებულია, ცენტრალური ხელისუფლების პრობლემა არის და ჩვენ სხვა სფეროებშიც ვაწყდებით ამას, ხო? მაგალითად გვაქვს წყალმომარაგების პრობლემა. 21 საუკუნეა ასობით ჩვენი სოფელი არის წყალმომარაგების გარეშე, ხო? დავწერეთ წყალმომარაგება მოსახლეობის ეს არის მუნიციპალიტეტის უფლება მოსულება, მუნიციპალიტეტი ამას ვერ აკეთებს. ანუ გვაქვს ერთი სიტუაცია, როდესაც დაუწერეთ მუნიციპალიტეტს, რომ შენ განვითარების, მაგრამ ქონება არ გაძლო, აქ გაქვს მეორე, ეს უკვე სერვისების ნაწილია, ხო? ანუ სერვისი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ცხოვრებაში, წყალმომარაგება, წყლის გარეშე არაფერი არ იქნება, წყალს მიაქვს საქართველოს. წყლის პრობლემა ღვთისმსწავლობით საქართველოს არ უდგას, ბუნებრივად გვაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ გვაქვს სერვისის პრობლემა, ჩვენ ამ წყალს, რომელიც ბუნებრივად მოდის, ვერ ვაწვდით მოსახლეობას. ხო, საქართველო არის მინიმუმ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს სისტემა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შეხება არ აქვს წყალმომარაგებასთან. წყალი გაფუჭება, ადამიანი მიდის მერიაში, მერიას უწერია, რომ ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ქონება, რომელთაც წყლის მომარაგება ხდება, ეს ქონება მთლიანად გადაცემული არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის, რომელიც საერთოდ არ არის ანგარიშვალდებული მერიის წინაშე, ის არის კერძო სტრუქტურა, ბიზნესზე ორიენტირებული სტრუქტურა და ამ წყალმომარაგების საკითხს უყურებს ასე. მე ამ სოფელს წყალს არ მივაწვდო, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არ არის მომგებიანი. აქედან ფულს ვერ ამოვიღებ. ანუ სერვისის მიმართ ეს საჯარო სერვისი კი არ არის, არამედ არის ბიზნესი მისთვის და აქ ხდება ინტერესთა კონფლიქტი. ზარალდება მოსახლეობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველა არა მარტო ევროპის ეს უკვე აზიაშიც ესე არის, სამხრეთ ამერიკაც, შეერთებულ შტატებზე ახალ ლაპარაკობ, ყველა ეს სერვისი და რაც მას ჭირდება ამ სერვისის მიწოდებას მოსახლეობისათვის, ეს ყველაფერი არის მუნიციპალიტეტის ხელში. იმიტომ რომ ადამიანს რუსახობად ხორობა პრობლემა უდგება. ის მიდის ადგილობრივ თვითმმართველობაში და მისგან ითხოვს ამის გადაჭრას, ის ამ გადასახადს რო იხდის, ადგილზე რჩება და ის ფული მუშაობს იმისათვის, რომ მას მოქალაქეს ეს პრობლემები მოუგვარო. ჩვენთან ეს ყველაფერი არის არეული, შენ მიდიხარ მუნიციპალიტეტში, რომელსაც თითქოს ეხება ეს, მაგრამ მუნიციპალიტეტს ამის გაკეთება არ შეუძლია, იმიტომ რომ ეს ქონება წყალმომარაგების სისტემა ეკუთვნის თბილისში მყოფ ვიღაც ორგანიზაციას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს შენი მუნიციპალიტეტის შენ იხდი გადასახადს და ეს გადასახადი მუნიციპალიტეტში არ მიდის და შესაბამისად მუნიციპალიტეტი გეუბნება რომ ამ სერვისებს ვერ გაწვდის და ყველაფერი გვაქვს არეული. ზოგადად სერვისების ნაწილში მეუხედავად იმისა, რომ რაღაცა მუნიციპალიტეტებს ბევრი უფლებამოსილება გადაეცა საკუთარ უფლებამოსილებაში, არის სერვისები, რომელთანაც ცდომა საერთოდ არ აქვს, ხო? განსაკუთრებით ეს სოციალურ ნაწილს ეხება, სადაც აბსოლუტურად ხელფეხშეკრულია მუნიციპალიტეტი და ერთადერთი რაც საკეთებს და პროგრამას ქმნის არის ის, რომ ერთჯერადად დაეხმაროს სოციალურ დაუცველ მოსახლეობას, მოწყვლად ჯგუფებს, იქნება ეს შუშუმპირები, მარტოხელა დედები თუ ამ შემდეგ და ამ შემდეგ. რეალურად სოციალური პოლიტიკის შექმნაში მუნიციპალიტეტები არ მონაწილეობენ. ისეთი სერვისების მიწოდების სისტემების შექმნაში, როგორც არის წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტროენერგიის მიწოდება, ამ სერვისების ნაწილში მუნიციპალიტეტი არ მონაწილეობს. ანუ ყველაფერი, რაც მე როგორც მოქალაქე შეიძლება მეხებოდეს, ეკუთვნის ეს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს თუ არ ეკუთვნის, საერთოდ არაფერში რეალურად არ მონაწილეობს რა. და ამ დროს პასუხისმგებელი ჩემ წინაშე აბსოლუტურად სწორად ვთვლი მე როგორც მოქალაქე და საერთოდ არ მაინტერესებს ის რაში მონაწილეობს და რაში არა, ასე უყურებს ჩვეულებრივი მოქალაქე და აბსოლუტურად მართალია. ჩემ წინაშე პასუხისმგებელი ხარ შენ ადგილობრივი ხელისუფლება. მე თუ მოვდივარ 4 წელში ერთხელ და შენ გირჩევ როგორც მერს ისე საკრებულოს წევრებს, შენ ხარ სწორედ პასუხისმგებელი და საერთოდ არ მაინტერესებს შენ იქ ცენტრთან, კერძო კომპანიასთან,
სახელმწიფო შეპსესთან რა ურთიერთობები და დამოკიდებულებები გავს. სინამდვილეში პრობლემა ის არ არის რა გაინტერესებს რა არა, ხო? მოქალაქე ასე უყურებს და სისტემა რეალურად სხვა გავს. სისტემა ჩვენ და ნორმალური ქვეყნების განვითარების ასე არის. მოქალაქეს რა საჭიროებებიც აქვს? 90% ამ საჭიროებების ის იკმაყოფილებს საკუთარ მუნიციპალიტეტში. ანუ მუნიციპალიტეტს აქვს ეს უფლებამოსილებები, რომ 90% იმ კომუნალური პრობლემებისა, რომელიც აქვს მოქალაქეს, ადგილზე გადაწყდეს. ეს იძლევა საშუალებას, რომ გადაწყვეტა იყოს ეფექტური. რატომ? მუნიციპალიტეტში ადამიანი რომ მუშაობს და დაკავებული, ის იყენებს იმ გზას, იყენებს საბავშვო ბაღს, იქ დaqავს ბავშვი სკოლაში, ხმარობს იმ წყალს, იყენებს იმ კანალიზაციას. თბილისში რო ჩინოვნიკის, ცენტრში რო ჩინოვნიკის 100 წელი არ არის იმ არც ერთი ამ სერვისის გამომხმარებელი. ანუ მუნიციპალიტეტში ამ სერვისის გადატანა ერთხრივ ეფექტურს ხმის, იმიტომ რომ მან იცის ყველაზე კარგად ეს პრობლემები. შეუძლებელია საქართველოს 3600 დასახლება არის. შეუძლებელია რომელიმე ჩინოვნიკო, მე ვიყავი ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკო, რომელსაც ეს ხებოდა ხო. შეუძლებელია რომელიმე ჩინოვნიკმა იცოდეს რისი გაკეთება შეიძლება 3600 სოფელში. იმაზე უკეთ ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ ცხოვრობენ. და ეს არის მთავარი პრინციპი თვითმმართველობის და მთავარი პრინციპი ევროპული და ცივილიზებული სახელმწიფოს მოწყობისა, რომ ადგილებზე უნდა გადაწყდეს ყველა ის პრობლემა, რომლის გადაწყვეტა შეიძლება ქვედა დონეზე და ის არასდროს არ უნდა წაიღოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ერთი მხრივ ეს ეფექტურია და მეორე მხრივ ეს გიცავს კიდევ ერთხელ იმისაგან, ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია არ მოხდეს და სოფელში ცხოვრობი კაცი, სადღაც სოფელში ცხოვრობი კაცი თავისი კეთილმოწყობის საკითხებში, გარემოს კეთილმოწყობის საკითხებში არ იყოს დამოკიდებული თავის ლოიალობაზე მმართველი პარტიის მიმართ. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ან ეს სისტემა შეიცვლება, ან მუდმივად გვექნება ჩვენ პრობლემები, მოუგვარებელი პრობლემები, როგორც ცხოვრებისთვის და კომფორტისთვის საჭირო პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები. და ვერასოდეს მოქალაქე ვერ გახდება თავისი ცხოვრების შეცვლისთვის ნაწილი, რომელმაც უნდა შეცვალოს თავის ცხოვრება. ჩართულობის თემა არის რა ეს. კი. სწორედ მან მივდივარ. ევროპის განვითარება მაჩვენა, რომ საუკუნეების განმავლობაში ძირითადი ბრძოლა ქვეყნის შიგნით მიდიოდა იმას, რომ მოქალაქეს მართვის უფლება მიეღო არისტოკრატიისთვის წაერთვა, ცენტრალური ბიუროკრატიისთვის წაერთვა და საბოლოო ჯამში ამ ჭიდაობაში ჩამოყალიბდა ის ნორმალური სისტემა, როდესაც ცენს აქვს რაღაცა უფლებამოსილებები, ადგილებზე არის უზარმაზარი უფლებამოსილებები, სადაც მოქალაქეები თავიანთი არჩეული ორგანოებით აგვარებენ ყველაფერს. ჩვენმა პოდკასტებმა აჩვენა ერთი რამე. მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში ქართველებს, აქ მაცხოვრებლებს არ აინტერესებს ჩართულობის საკითხები და არ არიან მზად მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში, არის ტყუილი. უამრავი მაგალითი ითქვა იმის თაობაზე, თუ რამდენად აქტიურად ერთვებოდნენ ადამიანები საკუთარი დასახლებების პრობლემების გადაჭრაში, თუ მოქალაქე მიცოდა, რომ მისი გადაწყვეტილება, მისი აზრი იყო გადამწყვეტი და არა ის, რომ ვიღაცა ას მეკითხებოდა ფორმალურად და მერე წავიდოდა და მაინც ბიუროკრატია მიიღებდა გადაწყვეტილებას. ანუ ჩვენ ამ სისტემამ გვიჩვენა, რომ თავად საზოგადოება ბევრად უფრო მზად არის იმისათვის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მუდმივად გვიცხადებს, რომ იცი რა, შენ გაქვს პრეზიდენტის არჩევის უფლება, შენ პარლამენტი უნდა აირჩიო, შენ ხმა უნდა მისცე, მაგრამ იმის უფლებასაც არ ანდობს ადგილობრივ მოქალაქეს, რომ პატარა სოფელში რა არის გასაკეთებელი მისი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. იმაზე მიიღოს გადაწყვეტილება და იძახის, რომ იცი რა, იმან არაფერი არ იცის, კაცო, ეს მე უნდა დავუგეგმო და თბილისში უნდა ვგეგმოთ იმ სოფლების ბედი და იმ სოფლების განვითარება, სადაც არც ერთი ნამყოფი არ არის. დეცენტრალიზაციაზე უარის თქმის მთავარი არგუმენტიც ცენტრში ყოველთვის ეს აქვს ხოლმე, ხო? არა მხოლოდ ამ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებასაც და იმის წინასაც ეს ჰქონდა, რომ კვალიფიციური კადრები არ ყავს ჩვენ ადგილებზე და ამიტომ რაღაცა ეხლა ზედმეტი უფლებამოსილებები რომ მივანიჭოთ, იმას ვერ შეასრულებენ, ან კორუფციის რისკი გაიზრდება და შემდეგ ეს წლობით
სეპარატიზმი გაძლიერდება, ეს კიდე მორიგიმითი. მოკლედ, ბევრი ეგრეთ წოდებული მიზეზი რეალურად საბაბი არსებობს იმისთვის, რომ მმართველმა ელიტებმა არ გაუშვან ხელიდან ბერკეტები და ფიქრობენ, რომ თუ ამ ბერკეტებს თავისთან დაიტოვებენ, ისინი 3 დღემდეო ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში ყოფნა შეძლებენ, რაც მითია თავისთავად ცხადია. ამ ქვეყანაშიც და მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა ძალიან მარტივი, რომ ყველა ბერკეტის ერთხელში მოთავსებით ძალაუფლების შენარჩუნება არ ხდება. ხო, პრობლემა სწორედ ეს არის, ჩვენ უნდა გადმოვერგდოთ იმაზე ფიქრიდან ერთი ბელადი როგორ შევცვალოთ მეორეთი, იმაზე ფიქრზე როგორ შევქმნათ სისტემა, რომელიც ბელადებს არ წარმოშობს და ეფექტური მართვა იქნება ქვეყანაში, სადაც მოქალაქეს ექნება საშუალება თავად დაგეგმოს თავისი უშუალო საცხოვრებელი გარემოს მოწყობა. იმედია, ამაში ეს ჩვენი პოდკასტები და პირველი მცდელობა, რომ რაღაცა ცოტა უფრო ფართოდ და სიღრმისეულად გველაპარაკა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, პირველ რიგში დაეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ ვისაც უნდა რომ ხვალ გახდეს ამ გადაწყვეტილების მიმღები პირი, მოკლედ ყველას და საზოგადოებასაც, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მოთხოვნა თუ არ იქნა, როგორც ჩანს, ხელისუფლებები ამ ქვეყანაში თავად ვერ ხვდებიან რა არის გასაკეთებელი. მოდი ამით დავემშვიდობოთ, ჩვენ ეს სერია პოდკასტების ამით უნდა დავასრულოთ და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ და რაღაცა შესაძლებლობებს გამოვნახავთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის საინტერესო თემებზე, იმაზე, რაც რეალურად საჭიროა ამ ქვეყნის განვითარებისთვის. დიდი მადლობა, რომ მთელი ეს პერიოდი იყავით ჩვენთან ერთად, დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით, აზიარებდით ამ პოდკასტებს, გვწერდით კომენტარებს. მომავალ შეხვედრამდე მე ამის იმედს დავეტოვებ და უკეთესი მომავლის იმედით გავაზიარებთ, უფრო მეტი ხალხი ნახავს, ასეთი არის YouTube-ის, ასე ვთქვათ. და სოციალური ქსელის წესი. და მოგიწოდებთ ლაიქებისკენ, მოგიწოდებთ რომ გააზიაროთ ეს პოდკასტები, თუ კი ის რა თქმა უნდა თქვენთვის საინტერესოა. მადლობა. და მოგიწოდებთ რომ გაიზიაროთ ის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ, რა ვიცი, ჩვენი გადმოსახედიდან ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობაა.